ეროვნული გამოცდების გაუქმებაზე როა საუბარი და ზოგს რო უხარია და ზოგის ჩემი აზრით სწორ პანიკაში რომ არის, ანუ ამ ხალხს არ გაუგია რომ ვისაც უხარია და ვისაც მოწონს ეს იდეა, ანუ ვინც არის ამ ცვლილების ინიციატორი, რომ ჯერ უნდა გადახდე და ხო მე უნდა დაიძახო, ანუ გვინდა იმ დროის დაბრუნება, როცა მასწავლებლებისთვის საჩუქრების გაკეთება ნორმალური იყო და მე არ ვაყენებ მასწავლებლებს შეურაცხყოფას, მასწავლებლები არიან ქვეყნის ელიტა, ხო, ერთ-ერთი მთავარი ელიტარული ჯგუფი, რომლებიც რეალურად ზრდიან მომავალ თაობას, ხო? მაგრამ ჩვენ ხომ არ გვაქვს ჯერჯერობით რაიმე ისეთი მექანიზმი, რომელიც შეამოწმებს ამ ყველაფერს, შეამოწმებს ქულები როგორ იწერება, შეამოწმებს ბავშვები რამდენად თანაბარ პირობებში იმყოფებიან. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ ვამბობ ამას მასშტაბურად დაიწყება მასწავლებლების ან მოსყიდვა, ან რაღაცა უბედურებები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჯერ უნდა იყოს წარდგენილი კონტროლის მექანიზმები, არა მხოლოდ მასწავლებლების კონტროლის მექანიზმები, არამედ მთლიანად სკოლის ადმინისტრაციის კონტროლის მექანიზმები, იმიტომ რომ რეალურად დავიცვათ, ხო, ჩვენი შვილები და ჩვენი მომავალი თაობა რეალურად ვინცად როგორ მოხდება, ან მაშინ უნივერსიტეტებს უნდა ქონდეთ საკუთარი შიდა გამოცდები. ნუ ეხლა დღეს იმდენი უნივერსიტეტია, რომ ანუ რეალურად ხანდახან არც ივსება ხოლმე ყველა თავისუფალი ადგილი გასაგებია, მაგრამ თუ მაინც ყველა უნდა მოხდეს, ანუ მე არ ვარ ეხლა არაფერი იმის წინააღმდეგი და ეხლა არ იქა რაღაცა ახალი ველოსიპედის გამოგონებას არ ვცდილობ. გასაგებია რომ დასავლეთის ბევრ ქვეყანაშია დანერგილი ეს სისტემა, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს რაღაც კონტროლის მექანიზმები შემოშალებული, იმიტომ რომ პირდაპირ რაღაცა ელემენტარულად შიშის ფაქტორი რომ არ აღმოჩნდეს, ხო, რომ აი ის განცდა მაინც რომ არ იყოს, რომ ვიღაცამ ჩააწყო და იმან უკეთესი ყვავილები მიუტანა მასწავლებელს. კიდევ ერთხელ ვამბობ, მასწავლებლები არიან ამ ქვეყნის ზოგადად ნებისმიერ ქვეყნის ელიტარული ჯგუფი, რომელიც ზრდის მომავალ თაობას, მაგრამ აუცილებელია კონტროლის მექანიზმები, იმიტომ რომ თუ არ არის კონტროლი, ხშირ შემთხვევაში გამოვდივართ წყობილებიდან, ადამიანი არ არის სრულყოფილი ბუნების მქონე, შესაბამისად ძალიან ნორმალურია, რომ თუნდაც მასწავლებელი გამოვიდეს რაღაც მომენტში კონტროლის მექანიზმიდან და უბრალოდ მოდუნდეს და აი ძალიან კაი მსჯელობა მოვისმინე ბევრი იმ ადამიანისგან, რომელიც ამ თემაზე მსჯელობს, რომ ანუ რეალურად ერთ სკოლაში 9-იანი უდრის სხვა სკოლაში 6-იანს ან 5-იანს ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ კონტროლის მექანიზმები გვჭირდება აუცილებლად თუ გადავალთ ამ მექანიზმზე და მაშინ ძალიან კარგი იქნება.